თურმე ის ექიმი ლაშას ახლობელი ყოფილა და ლაშასთვის უთქვას ჩუმად. რომ თურმე პაატას საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. თურმე არ იციან როგორ დაემართა ეს განუკურნებელი სცენი. ხო, და თურმე საწყას დღეები აქვს დათვლილი. ნინოს დაველაპარაკები და აუხსნე ყველაფერს. მეტყვი რასაც განვიცდი მის მიმართ, რომ გამაჩნია გრძნობები და მინდა აი ამ ურთიერთობების გახსნავება. თვითონაც თუ ამ ყველაფერზე დამთანხმდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ არ იმითხრა. კარგი, რა გჭირს, რა არის, ლაშა, არ გაგიხარდა შენ მასაუკეთესო მეგობარმა ბინა რო იქირავ, არ გაგიხარდა? გამიხარდა კი არა, თუ სწორად მახსოვს, ხო? ეს ბინა მე უნდა მეკირავ. კი, შენ უნდა გექირავებინა, მართალი ხარ, მაგრამ ჭუაში გაჯობე და მე ვიქირავე. ეს ნაუცფათევი ქორწილება რაღაც არ მომეწონა. ასე ხო? ხო. ამოსულიყავი სახლში და გეთხოვა ხელი. ვაპირებდი, მაგრამ ნინო მითხრა გცემენოდა. კიდიატყვე პაატას კაცო, კიდიატყვე. თან ასეთი ტყვე გაგიჟდება რა, გაგიჟდება. ძალიან შემაწუხა გეუბნები რა. თავიდან ხო ხმაურობდა, მე როცა ეს ხვრელი გაჩნდა. სულ გადაერია. რა შევიდა ისი? ზესურიდას როცა ჭამდა? ხო. ნარჩენებს აიკეთყრიდა ჩემთან. ან სიგარეტის ფერფლეს აფერფლებდა გამოყოფდა ხა ჩამოაყრდა. ეს ხა გააკეთა იცი? ეს ხელი გამოყო, ეს ორი თითით კარტი ასე ისროლა ეს. მამიდამ ესე სულ დამოვიწყდა. არც ეს არაკლებს დამიჯერებებს. არა, ახლა ნამდვილად მესმის შენი რა. მოიცადე, ანუ ეხა პაატას მოატყუა შენ რომ ვითომ მარინა მოკალი? ხო. მოდი. ესე იგი, მე და მარინა მივხრელთან გავითამაშეთ, ვითომ რომ მარინას ვყავდი. რას? და პაატა ხრელთან იყო ზუსტად ვიცი და ყველაფერი ესმოდა. ნამდვილად ვიცი. თან ეხა მარინა თავის დედასთან წავიდა, ცოტა შეუძლოთ არის ხელი მიხედავს და 1-2 დღე არ გამოჩნდება. ხო. პაატას ეხლა გონია რომ მარინა ცოცხალი აღარ არის. ლაშა მე ასეთ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებდი დამიჯერე. ხო. ეხლა მეგონი მარი შემოვიდა. მე დარო ცოტა უფრო დამაჯერებელი ვიყო და მირჩიე რამე აი რა გავაკეთო. დამაჯერებლობისთვის ხო? ხო. დანა როა იყო? დანა კარგია. დანა როა? დანას ავიღებ. აი, კარგია, დანა წავა. კი. ხო, დანა კარგია და აი ამაზე რომ კეჩუპი მივისხა სისხლი, ვითომ სისხლია, ჰა? კი. კეჩუპი ესა. მაიონეზი ხო არ ჯობია. შეჭამე ხო კეჩუპი. რა, ჩემი ბრალი არის. არ იყო ჩემი. ისეთი გემრიელი იყო ის კათამი, რომ ასე შემომეჭამა ორივე, კეჩუპით და კათამით. აბა რა. მაგრამ ისა წითელი ტყებალიც არის იქ. წითელი ტყემალი იმას მევს. ხო, წითელი ტყემალი უფრო კარგია. აი, ხო გავს სისხლს ახლა. კი. კი, ძალიან კარგი, ხო. ადა ხო არა, მოწდე მე ნახა. პაატა. შენ ახლა გავუღე მე ოთახში შევარ, მომეწადებ და მე გამო. ხო, კარგი, მედი. ლაშა შემოდი პაატა. რა შემოდი ბიჭო, შენ აქ რა გინდა დროზე წადი სახში. წადი სახში დროზე წადი. სახში. აი, საერთოდ უნდა გავიდე. რა უნდა წავიდე? რას? ლაშა დროზე გეხოცები. შენი გადარჩენა მინდა სახში გადი და გეხოცები. სად უნდა წავიდე და მომის ცუცი რუკელა. არა ხარ შენ ნორმალური. პატულში დარეკე და უთხარი გიამკვლელია გეხოცები დროზე წადი. აიცა კაცო, რა მკვლელი ეხლა გიამ უნდა გვაჭამოს მარინას ჩახო. ეგრე გამოგუდეს.
მე ვერ დავრეკავ პატრონში დარეკე რა ვერ და ისადაც ყოველხანე ურეკავ ხან ბომბზე ვატყუებ რაღაცეებს ხან ვიღაც სერიუმკვლელებზე ვერ დავრეკავ გეხოცები წადი და დარეკე პატრონში აგინდა კაცო რა პატრონში ის პატრონი რა მკვლელი გია საიდან მოიგია მკვლელია მეთქი დავიჭერ თუ ჩაგავტყავ ხა კაცო გადი იქეთ მართლა ჩამართვა ნორმალური არა ხარ რა ვიცი კარგი დაწნადი ერთი წუთი აგიხსნი საიდან მოიტანე საიდან და გეტყვი ერთი წუთი დამასარე აი იმ კედლიდან ვიყურებოდი მხრელიდან ხო ხდებოდა დავინახე რომ მარინა ყავდა ესე კედელზე ვიყუდებული და სამჯერ ესე უჩხვრიტა სამჯერ უჩხვრიტა ლაშა ეთყობა რაღაცაზე გაბრაზდეს დამპალი ესაზე წარმოიდგინე შენ და ლაშა ძალიან მეშინია გეხოცები და მოდი ყველაფერი დავიკიდოთ საერთოდ ყველაფერი დავიკიდოთ და თავ ქუდმოგლიჯლები გავიქცეთ აქედან და სიტყვი ლაშა ყველაფერი დავიკიდოთ თავ ქუდმოგლიჯლები გავიქცეთ გეხოცები ან ისე უკან მოუხედავთ არა მოიცადე ყუდამოძუებულები კარგი არ ვიცი ლაშა რა გეხოცები წადი შენ მაინც გაიქეცი ლაშა მე რა აზრე კვდები მაინც ჩემ დავჩერი და გავჩერი მიდი გეხოცები ლაშა წადი აქედა გაიქეცი მე მოკრავ დამატიყდა კაცო ქონები დამატიყდა არა ხარ ჩემ მომყავდა წადი და მე გავაჩერე რა გააჩერებ დამანებე თავი კაცო წადი ლაშა მე მაინც რა აზრი აქვს მე მაინც კვდები და აზრი არ აქვს წადი წადი მე გამოვიდა გამოდი აქეთ მე გამო კი არ მომიკალ თუ ამით გაგამწყრებ ისო და გეუბნები არ მომეკავ თუ გაგამწყრებ ამით ისო რა მოგივიდა რა შეასე ეი ყარ კიდე ეგეთები ვითომ არის რა მინდა გეუბნები არ მომეკავ მე თუ ყველაფერი ვიცი და ყველაფერი დავინახე გია რა ყველაფერი რა დაინახე ხო და ყველაფერი დავინახე და ვიცი ეგ დანა რატო გახევში რატო გიჭირავს ეგეც ვიცი ესეც ვიცი აი ეგ რა არის წინ წასული რო გაქ თუ ტყემალია ემალია, მაგრამ ტყემალი რა შუაშია. არ ვიცი კი ისო და ყველაფერი დავინახე მეთქი არ მომეკარო გეუბნები. რა ყველაფერი დაინახე? რატო დავინახე დილით აქ მარინა რო ყავდა კედელზე მიყუდებოდა რაც უქენი? რა უქენი? არა უქენი რა გია ბოდიშ ცოტა ისე. არა უქენი ცოტა ესეთი სიტყვა არ გეწყინოს ეხა უქენი ხო ხდები? კი არა უქენი მოკლედ მარინა რო მოყალი დავინახე გია იცო. მარინა რო მოყალია ეგ დავინახე იცოდი არ მომეკარო მეთქი გეუბნები. როგორც ვატყობ დამალვას აზრი აღარ აქვს. ლაშა ხო ხედავ. ხო ხედავ აღიარებს დანაშაულს გადი პატრონში დარეკე ბიჭო რას მიყურებ გადი გადი პატრონში დარეკე მეთქი გეუბნები მოიცა გეახლა რას ლაპარაკობს ეს მართლა რაღაცას ამბობს ის თუ სისულელებს ლაპარაკობს არ მოიცა მარინა რატო მოყალი კაცო როგორც რატო მოყალი ძალიან გამაფრაზა და იმედი რა თასო იმას მაძახდა გია ეს მანიაკია შეხედე და საყვარელი მეუღლე მარტო იმიტომ მოყალი გიას გეძახდა მარტო მაგიტომ მოყალი ეგრე ნუ მეძახი გეუბნები მე კარგი აღარ დაგიზახეთ გიას ეგრე ნუ მეძახი არ დაგიზახე გეხოცები რა გადიიქით გეხოცები რა ხო რა გინდა რა გადი რა გინდა ბიჭო წადი რა ზიხარა მისმინე ახლა მე გავიქცევი მართალი ხარ შენ მე გავიქცევი მე როგორ ატოში დავრეკა ოღონდ ახლა ის მითხარი შენ დარწმუნებული ხარ რომ გია მკვლელია კი დარწმუნებული რა მოიცადე ერთი წუთი მოიცადე ლაშა ნახე რა ნახე ეს მოიცადე ახლო თუ ეს არა ადამიანებს როგორ მიწარ ჩანხო რაღაცა ტავში აბა ეხლა მარინას გარეშე როგორ და ის ხორო გიფიქრია მაგაზე საერთოდ შენ ჰა რა თქმა უნდა თაგვის სიკვდილი გადავიდა და მაგასაც გადავიდა როგორ ლაშა ვერაღებ ხო? ნერვიულობ ხო ლაშა ვერაღებ ხო? ლაშა. გია ხედავ მარტო მარინაზე ცოდნია. რა? მეგდე მეგონა რომ სალმაზე და ბეკონაზეც ეცოდინებოდა. არა. ამას აბა ელენეზე და რატიბაიების ძაღლზე წარმოდგენაც არ იქნება. მოიცა ლაშა შენ იცი ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ვიცი ბა. ანუ რა პატა რა შეკეთე პატა? ეს ვაკეთებ ლაშა და სიკვდილის მკვლელებს ხო უყურებენ ხოლმე თვალებს დაჭყეტილები რო სახე დაიწყოს სხვაყლები ხო და ეგრე გიყურებთ ახლა მე თქვენ სხვაყლის შენ ახარ ხო? აბა რა ჩვენ მკვლელები აბა რა ძალიან ой მე ასაკეთებ რა გინდა ჩემგან გამიშვი გეხვეწები ამის სახედან გაშვება არ შეის ვაი მე რა გინდა ჩემგან გია მარტო შენ იცის ამბავ შენ ახლა მოწმე და შენ უნდა საკვები პატა რა გინდა ჩემგან გამაგები თავი გეხვეწები ვაიმე თქვენ კულელებო თქვენ დამპალებო თქვენ უნდა გაგიხეთქოთ თავი ორი ვაიმე
ვაიმე მამიდა მიშოლე გეხოწები. მამიდა გეხოწები მიშოლე გეხოწები გამიყვანია. აზრი აღარ აქვს. ერთ-ერთს მაინც გაგიყოლებთ რა. ადექი შემოდი, შემსუქანი მოდია. აჩერდი შენ არ ახარ კარგი და გეხურეთ მე ადექი შენ საშიში ხარ, ადექი მსუქანი უნდა გაგიყოლო, ადექი. ოიცად ერთ. გეხურეთ რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ გეხუმ დარბი ხარაკეტი კი დაგვეხვა დაუბრუ კაცო. გეხუმრეთ, მოგატყუეთ, არც ეგ არ არის მართალი და არც ის ვითომ რომ მუწუკებისგან რო კვდებოდი, არა. მართლა სიძახი მართლა. ო, ბატა, მოგატყუეთ, არ მეგონა ასეთ რეაქცია თუ გექნება, თორე არ ვიზამდეთ, ნუ. გაჩერდი, შევწუხდით. მუწუკებისგან არ კვდები, არც მარინა არ მოგიყავს და ეს ეხლა რაც აქ მომიყევთ, ყველაფერი ტყუილი იყო? ჰა? ო, ვაიმე! როგორ მომეწყო თქვენ დაამპლებო თქვენ ვაიმე! შევიძე, ვასიკოსთან შესახვედრად მომდის ნინო, მაგიტყვ ხარ მოწყენილი? ტელეფონზე გავიგე რომ ელაპარაკებთ. არ ვიცი. არ იცი მოწყენილი ხარ თუ არა? არ ვიცი რა მჭირს. იცი რა არის ნიკა? აი, მე მგონი ღმერთს არ წარმოედგინა ასეთი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო რომ საკუთარი ცოლი ვინმეს გაეშვა შეყვარებულთან შესახვედრად და მსგავსი შეგრძნება არ გამოუგონია. ჩემი აზრით კიდე ძალიან მოწყენილი ხარ. მე სკოლაში რომ მიდივარ სულ ეგრე ვარ ხოლმე. ახლა ანუ არ მიდიხარ სკოლაში? არა, უბრალოდ ხვალ არ მიდივარ სკოლაში, სიცხე მექნება. და მეტი დამაჯერებლობისთვის დღესაც არ წავალ. თან აქ ვიქნები შენ გაგამხნევებ. მე ვერ გამამხნევებ ნიკა. მე ვერაფერი ვერ გამამხნევებ. საკუთარ ცოლს უშვებ შეყვარებულთან შესახვედრად რა. არა, იგია რო იყოს აქ, კარგად მეტყოდა რა, კარგად მეტყოდა. აშა. ანუ ქართული ხარ ხარ. არაფერი ისე გითხრათ უბრალოდ რა მომენად რა ამდენი ხანია არავისთვის აღარ მithქვია. ხო რატო შემოვიდი ახლა? მარინა სახში ხო არ არის და აი კარტოფილს, ზეთს და მარილს შემწვარ კარტოფილში არ გამიცვლით? არა. და საერთოდ გია რო იცოდე შენ, შემწვარ კარტოფილს არაფერში არ გაგიცვი. ეგრე ვიფიქრე მეც. ხო და აი მეზობლებში ან უბანში ვინმე რო ცვლიდეს არ იცი ეგეთ რამე? არ გამიგე არა. არა. ოისა გია, თუ გაიგე რომ ვინმე ცვლიდეს მითხარი მე ხო? ხო დაგირეკავ და იქნება. ლაშაბიძია, ნინო მოდის და აბა შენიც მე გავალ ხა აივანზე და შენც არ გაუშვა ვასიკოსთან შესაძლოა. მოიცა სად მიდიხარ კაცო? როგორ არ გაუშვა რა? არ გაუშვა. ვაშა, აბა როგორ გამოვიყურები? არ გაუშვა ხო? კარგად. ვაშა, შემომხედე და მითხარი როგორ გამოვიყურები. ძალიან კარგად გამოიყურე. ო, გაახილე თვალები რა. ძალიან კარგად გამოიყურე. ხო, ვასიკოსთან შესახვედრად მივდივარ და ამიტომ ვემზადები, რომ კარგად გამოვიყურებოდე. ხო, დაჯექი ნინო, ჩაის დაგისხამ გინდა? არა, ვჭამე უკვე. მე რა, მე დღეს უკვე სამჯერ ვჭამე. შენ ხო, მაგრამ მე 7 ლუკმაზე მეც თუ ჭამან, 3 ყუფ ჩაიზე მეცვა, მე შარვალი აღარ მეტევა. ჩემ შარვალს გათხოვე, მე და რამდენიც კიდე. შენ შარვალი დიდი მექნება და არ მომიხდება. იცი, მაგიტომაც გითხარი. იცი როგორ გიხდება, რაც არ გიხდება ხოლმე. ატა. ტანო. მოხუცროული ხო იცი შენ ასმათი როა. ო მე. სასერნოთ უნდა გამეყვანა დღეს და რაღაცა უცბად საქმე გამომიშთა და გასაქცევი ვარ, მამი დაგენაცვალოს და ამოვიყვანა აქ. სკლეროზი აქვს, მაინც და ძალიან არ მიხვდეს, ახლა იქ ვიყავი, რა ქვია, პარკში თუ სახლში იყო. არ დაიწყო ხარ შენებურად 1-2 საათი დაგეტოვებ შენ გენაცვალე. გამორიცხულია მამიდა.
გამორიცხულია ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურიდან დამავალეს და უფროსმა მითხრა უნდა მოვასწრო ყველაფერი. არ არსებობს. თან იცი რომ ეხლა აქ დამბისო ვიცი რომ ხელი უნდა შემიშალოს. არა მამიდა. არა, სულ არ შეგიშლის ხელს, კაცო. იმ დილას გავიყვანე იმაში, რა ქვია, პარკში და დამრჩა, კაცო. ისე წამოვედი იქიდან მე თვითონ ვერ გავიგე ვერაფერი. რასა გადაირეოდა ის საწყალი ხალხი რა ლაპარაკი. აბა, გადაირია რა ის გვიან გამახსენდა მე თვითონ გავარდი გიჟივით. შევედი და ასე იჯდა მობუზული ბეღურასავით და წამოვიყვანე. არ ვიცი მამიდა, ეხლა მომაცოდებ, არ ვიცი, არ მაინდა გითხარი რომ ეხლა მაგის თავი არ მაქვს. სხვა დროს კი ბატონო, ხელს შემიშლის, არ ვიცი, ნუმასნე ძალიან. ხედავ ეხლა, შენ ხედავ. დილაობით კარგად მიირთმე ვაჟ ბატონო, იმის სახლიდან წამოღებულ ფაფებს. ხო, მიმითმე, მაგრამ ეგრო აქ იყოს, ეხლა დავიძაბები, ხელი შემეშლება და საერთოდ სატიშო ეგ მოხუცი რა. კარგი რა დადო მამიდა რა ნორმალურად მაინც გიხდიან. ასლარს. მაგრამ ხო გითხარი, სკლეროზი აქვს მეთქი და ასე 400-500 ლარი გამომდის თვეში. არ ვიცი. უილად მელაპარ არ ვიცი სამუშაო მაგა ერთ წუთი უმასთან გიხოწე. რა ასერ ბიჭო, ბევრი სამუშაო გააქვს? ბევრი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვილი შრიფტით წერ. სხვილი შრიფტით რომ ჩემ უფროს კახას ბევრი რომ მოეჩვენოს, ხო ხტები? ხო. თან ნელ-ნელა ვწერო, მეც ბევრი მომეჩვენოს და ესე რა ვიცი. ესა რა სიტყვები ახლა ესე პატარა იმით შრიფტით? პატარა შრიფტით რო არ დაწერილი, ეგ სადაც კახა წერია, ეგენი მიწერე პატარა შრიფტით, ხო ხტები? ხო, პატარა კახა სადაც წერია, ხო. მაშა, იცი რა ვფიქრობ, შენ მაინც კაცი ხარ და უფრო გესმის რაღაც მინდა რომ ვაჩუკო ვასიკოს და აი რა მოეწონებ, თან ზუსტად ვიცი რომ ერთნაირი გემოვნება გაქვს და მიხვდები, აი რა ვაჩუკო. ერთნაირი გემოვნება? ხო. მაშინ ყვავილებია ჩუკი. ყვავილები. აი მაგალითად ალოე. ან ვირის ტერფა, ან მრავალძარღვა. აი ჩემთვის ვიბეს მრავალძარღვა რო ეჩუქრა გავგიჟდებოდი. აი ხო გეუბნები ზუსტად ერთნაირი გემოვნება, მაგრამ ეგ უკვე ვაჩუქებ ხო გიჟდება ყვავილებზე და ეხა იგივე სხვა არ ვაჩუქებ. რა მრავალძარღვა? უფრო რო შეუყვარდე, მე გეტყვი რაც უნდა ქნა. არაფერი არ აჩუქო. არაფერი არ აჩუქო და არ შეხვდე ხოლმე. სხვა ადამიანთან გავაბი ურთიერთობა. მე მიხვდები რომ იმ სხვა ადამიანს უფრო უყვარხარ, მე შენც ის შეგიყვარდება და იცხოვრეთ ასე ბედნიერად ყავს რა, ჰა? ვემე რომელი საათი არა უნდა წავიდე ხა ვასიკოს. არ მინდა ვალოდინო, მაგრამ მალე მოვალ, ხო? ვაშა დროებით. ხო, ეს დაწყარდი ხლა ვაშა, ემოციებს არ აყვენ შენ, ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ხარ და წვერად იყო, შვიდად იყო. არა დაკაცო რა, ნინო, როგორ მე ხვდები რომ ძალიან მიყვარხარ მართლა და მე უფრო შენ შესაძლებელი ვარ ვიდრე ვასიკო. თავარია ემოციებს არ აყვე. Well, it goes like this, the fourth, the fifth, the minor fall, the major lift, the baffled king, the rolling დედა რა кайფქენით ახლა ჩვენ ისა რა ქვია პაატა? ბატონო რო გადავწყვიტეთ ამ სახლის რემონტია, პატარა ხელი შევლება უნდა და მაინც. გეხოცები და რა მოიჩემეს რემონტი ეხა რა გინდა ვერ გავიქე რა რასერჩემ შვენიერი სახლია რა გინდა და დამაცადე ერთი წუთი რა. არ გითხარი ბიჭო, ჩემი ფულით ვაკეთებ მეთქი? მაშინ აუცილებელია რემონტი რა თქმა უნდა. აუცილებელია აი მართლა რას გასაკავრობა აქვს ხორობა რომ შეიძლება ეხლა ამ პირობებში. და ასეთი წუწურაკ იყავი შენ ბავშვობიდან. რა შვებოდი იცი, მამალოს ფული რო არ გინდოდა გადაგეხადა? შაქრის ნატეხს ლოღნიდი ხოლმე სახში. კარგი რა, რატომ ახსენებ ეგეთ რაღაცებს? იმ დღეს იყო ფულიანი პატო, ზიზოთალეთ სამი, ეხლა შაქრის ნატეხს ლოღნიდიო, რა გინდა ვერ გავიგე. ამანები რა თავი. მართლა ამოსაშენებელი ეს კედელი ხა მერიდება იმ გიასთან უხერხულია იმ კაცთან. და სხვათა შორის აი სამზარეულოს კედელიც მოვანგრიოთ და უფრო დიდი ფართი გამოჩნდება მე და რა ვიცი ესე.
მართალი ხარ პაატა. რაკენი ისე მუშა ნახევინმე ნორმალური? ნახე, ხო, ნორმალური მუშაა და მითხრა საღამოს ამოვალ და დავიწყებო და იმიტომ გეუბნები რომ ის მოხუცი ასმათი თუ რა ქვია ერთად და ის მუშა ხელს შემიშლის თქო გითხარი. მაგრამ კარგი, ჯანდაბას შენი ხათრით თანახმავარ. შენ იმდენი ამაგი გაქვს ახლა ჩემზე და შენ რო არ იყო აბა-მამი და რას გავაკეთებდი აბა ახლა? რას მეუბნები? მიხვდი პაატა და დამაფასე როგორც იქნა. შენ ხა ჩემ იმაში რა ქვია, სიტყვებში ცინიზმი მართლა ვერ დაინახე? კარგი დოდო-მამი და კარგი თანახმავარ ამოიყვანე და მოუვლი ორივეს ერთად მუშას და მოხუცს. ხო, მუშაობ, დიდი მადლობა ნახვამდის ხო. არც ერთ არხზე არ უშვებენ ამ ჯუმანჯის რა. აბა ეხლა ეს ჯანგო რა ფილმი ესა? კარგი? გამარჯობა ლაშა. გამარჯობა, შემოდი დაჯექი. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. შენ? მეც კარგად. ნინო სად არის? ხო, ნინო სად არის? შეყვარებულთან წამებას ანახა. პროდუქტების საღილად არის წასული. მე არ იცით, სორი. პროდუქტების საღილად რომ წავა, უკან უნდა გაყვე. უთხარი, მაგრამ არ მინდაო და. მე სათვალთვალოდ გაყოლას გეუნები. სათვალთვალო. მოკლედ უშენოთაც მოვაგვარებდი ამ საქმეს, მაგრამ შენ ახლა ქმარი ხარ და შენი მოვალეობა ეს. ეს. ვალდებული ვარო გითხრა. ნინო თავის ყოფილ შეყვარებულთან ერთად დავინახე. აი ნუ კოტკოტებ დედამთილივით დაჯექი მოდი. რას ამბობ კაცო? რა ახლა როგორ ახლა მე მითხრა რომ დავედიო პროდუქტების საყიდლათო და ახლა მართლა თუ ახლა მართლა შენ არ იცი ნინო რა ქვეშქვეშაა. ქვეშქვეშა? ურზე რო გზავნიდი, სულ უკან მივყვებოდი ხოლმე. უკან მივყვე. სად მიდიოდა მე? ურზე მიდიოდა, არ მატყუებდა. მაგრამ მაინც ქვეშქვეშაა. მაინც. მოკლედ ლაშა. ეხლა სახში რომ მოვა, კაცრად უნდა დაელაპარაკო. და აგზნობინო რომ აკონტროლებ. მე არ მეკონტროლებინა თავის დროზე. ეხლა ვიღაც ერთი დღის გაცნობის გახვებოდა ცოლად. აბა, კიდევ კარგი აკონტროლე, კიდევ კარგი. მოკლედ რომ მოვა, დაელაპარაკე და თუ საჭიროა დასაჯე კიდეც. ოღონდ ისეც ნუ დასჭი რომ მე შენ დაგსაჯო. დავჩები. დაგაკონტროლებ მაინც. დარჩები? ხო, გამაკონტროლებ რომ ისე არ დავშეჩერ. ძალიან კარგი. ისე რო აღმოჩნდეს ეს სიმართლე, რასაც შენ მეუბნები. ჩემო კაკე, აი ბიჭს რას უზავ იცი? აი მაგრად ვცემ რა. არა, ეგრე სიმართლე აღმოჩნდეს, მეც ვცემ იმ ბიჭს. ისე სიმართლე თუ არ აღმოჩნდა, მაინც რო ცემო, ჰა? დალევრამეს. არა. როსა აგრესიული ხდები. აგრესიული? ეს ბუნჩულა ბიჭი კაცო. აი ქალბატონო ასმათ, ამ ბიჭს ქვია პაატა. პაატა. სასიამოვნოა. ჩემთვის საცდიხ, ჩემთვისაც. მე ასმათი მქვია. სასიამოვნოა, დიახ. შენ? მე
პატა. დოდო. ეხლა რა ბიჭი გამაცანი, იმასაც პატა არ ერქვა. ვინმე მართ რა დაკვირვებული გწარდა. რა ყურადღებიანი ხართ? კი, ნამდვილად. აი ეს ბიჭი ჩემი ძმისშვილია. ჩემი ისა, ასმათ ხო გაიგე? დოდო. რა ახალგაზრდა მეუღლე ყოლი. ასმათ გენაცვალე, მოდი დაჯექი აქა. ხო დარჩები პაატასთან? დარჩები. დაჯექი, მოდი. რა პრობლემაა? მე წავალ და ძალიან მალე მოვალ. No problem, კოტე. Of course. Yes, ერთი მაგისმა ერთი ბოდი საფრთხე ხარ ერთი წუთი. რას მიტოვებ? რას მიტოვებ? აზრი აქვს ეხლა ამის დატოვებას, ა? იმე რა იყო? რა იყო ამას? რა წავდა ყურადღება მივაქციო და მოუვარო ეხლა ხო ყველაფერი დავიწყდება და ჩამეყრება წყალში ყველაფერი. აი მე გაჩერდი ნუ დაიწყებ ხოლმე ჯუჯღუნს ჩემი შტერი ბიჭი. წავალ. ერთი წუთი გიხვეწები არ დამტოვა ასმათისთან მარტო მეშინია რა. ბიჭო რისი გეშინია იждდება ასე გაუნძრეულად და ხმას არ ამოიღებს. ხო და ზუსტად მაგის მეშინია მე. ადრე წავალ, ადრე მოვალ. ასმათ ახლავე ამოვალ. დოდო, შენ არ ინერვიულო. მამა, შენს რა მაგრად ხზავს? მე რა ხზავს მამიდას? ხო, დოდო მამით რა, დოდო მამით საწახვედი ასა. რა, ეგრე რატომ იყურებ? იმეც ადინე? ახლავე ჩამაბარებ, რაც ისწავლე. არ მისწავლია, იგივე მქონდა. ძალიან კარგი. მაშინ მე ახლა წავალ და სადილს მოვამზადებ. ვაი, მე არ მინდა სადილი გიხვეწა. არ მინდა და დაისვენეთ, არ მინდა რა სადილი. ვემ. რას ვაკეთებდი? არაფერს, აი აქ და არ ლაპარაკობდით საერთოდ. მართლა? დიახ, მართლა. მაშინ წადი და წყალი მომიტანე. დაიწყო ეხლა. ხო, ერთი წუთი ახლავე კი ბატონო, ახლავე ბატონო ახსნა. ბიჭი, რაღაცნაირად ვერ არის. აი, მოგიტანეთ მიირთვით. მადლობთ. არაფერს, როგორ გეკეთე? გიორგი არა, გრიგოლი. გრიგოლი? თუ არ შეწუხდები, წყალი მომიტანე. ვაი, მე მოგიტანე თუ. რა მოგიტანე და წყალი მოგიტანე, წყალი. წყალი გინდოდა? აი მოგიტანე, ვაი, მე მოგიტანე. დიდი მადლობა. უმეტესი მადლობა. ეს ჩემთან დარჩება, თქვენ აქ დაგზავნა, დიახ. ნინო ავითო? კაცრად. კაცრად. ანაირად დაველაპარაკო კაცრად, კაცო ნინოს გამეცინება. ვაშა ვაი. ნინო შენთან ორი კითხვა მაქვს. სულ ასე მემართება, როცა ნერვიულობ, მემართება სულ ასე. ხო. პირველი სად იყავი აქამდე? პროდუქტების საყიდლად. პროდუქტების საყიდლად და მეორე ღალატობ? რა? ღალატობ? არა. არაო, მორჩა. არ მორჩენილა. ნინო, მე გავიგე რომ ვიღაც ბიჭ შეხვდი. შენ საიდან იცი ეგ რა ეს? ჩიტმა მომიტანა ამბავი.
რა ჩიტვა ვერ ხედავ რომ ხელა. კაკი. ერთი წუთი თუ შეიძლება რომ აივანზე გახვიდე რა. ძალიან შემინდა რომ კაცრად დაველაპარაკო ნინოს და არ მინდა რომ შეესწრო უბრალოდ ამ ამბავს რა. ლაშა რა მოხდა? ნინო, შენმა ძმამ დაგინახა შენგა. შენმა ძმამ მოვიდა და მე მეუბნება რომ აი ხო იქნებ ისე ქნაო რომ კაცრად დაელაპარაკო ნინოსო მეც ეხლა იძულებული ვარ რომ რაღაცნაირად შენ დაგელაპარაკო კაცრად. ეხლა ვითომ გაწყნარ? მე ვითომ მაწყნარებ შენ და ეს ყველაფერი ვითომ შემთხვევით მოხდა. ეგრე არ ყოფილა თქო ვითომ შემთხვევით მოხდა. ვითომ ეხლა შენ შეხვდით შემთხვევით მე ვეთქვი რომ ეხლა ის რანაირად დაგიხარდა ეს ადამიანი ისე მაინც გაიარა გეშიტა ძალიან დავიღალე რა. ეხლა მე ვეთქვი რომ ვითომ შემთხვევით შეხვდით თქვენ ერთმანეთს შენ და ბავშვო. დაუძახებ მე. ხო. მე ვითომ ვიტირე. ხო. აკი შემოდი. მოკლედ, მე და ნინო ვისაუბრეთ. გავარკვიეთ ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ნინო და ვასიკო შემთხვევით შეხვედრილან ერთმანეთს ქუჩაში და არც არაფერი არ ხდება. მაგრამ ნინო მაინც დაისჯება. კი. ხო. ორი კვირა სახლიდან არ გამა? არა. ჩვენ ვილაპარაკეთ და მე ვუთხარი ნინოს რომ არ ღირს ამისთვის ოჯახის დანკა. არ ღირს. იმიტომ რომ ვასიკო არაფრით არ არის ჩემზე უკეთესი და მე მასზე უკეთესი ვარ. მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ ნინო. მე შენ არაფერს არ მოგაკლებ, არც სითბოს არ მოგაკლებ, არც ზრუნველობას არ მოგაკლებ. მე მინდა რომ იცოდე შენ რომ მე უფრო შესაფერისი ვარ შენთვის ვიდრე ის ვასიკო. იცოდე ნინო მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ. ხო, გავიდა, კაკი, გავიდა. გასულა. გავიდა. კარგი, მოვდივარ. ამოვე. რაკენით, მოვაგვარეთ ყველაფერი. კი, კაკი, შენ როგორი ფიქრე რომ მე ლაშას უღალატებდი, ჩვენც როგორ გიყვარს ერთმანეთი? მაშინ ჩემი აქ ყოფნა აღარ არის საჭირო. წავალ მე. წადი ხო. მიდიხარ უკვე? კაკი, გამოგაცილებ, ძალიან დიდი მადლობა, კაკი. კაკი ხარ კაკური. ყოჩა, ყოჩა, რა ბიჭი ხარ, რაღაცები ისე უთხარი მეც კი დავიჯერე. ყოჩა. ისე, ნინო, ორ კვირაში რა პატიმრობაზე მართალი ვთქვი. მართლა. საჭმელს კარგი ხოქშია? როგორ? დანარჩენიც მართლა გითხარი. დავცანდი. დავცანდით, აი აქ დავცანდით. დავცანდით, დიდი მადლობა დავცანდით. ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს უპასუხებ, ხო? არა, მე არა, თქვენ მე უპასუხებ, თქვენ დავცანდით, მე უპასუხებ. ალო. ხო, ბატონო კახა. ხო, ვიცი რომ აგვიანდება და მოვდივარ, გზაში ვარ, უკვე ფაქტიურად სამსახურის კიბეებზე ამოვდივარ. ხო, ვიცი რომ ვიტყუები, მართალი ხარ, მალე გამოვალ და მალე ვიქნები. კარგი, გავიგე. რა დაბალია და რა მაღალი ხმა აქ რა. ეს დოდოც საწავიდა ერთი დაურეკო ამოვიდეს რომ წაიყვანოს ეს ასმათი აქედან. შეხედე, ტელეფონი დაუტოვებია სპეციალურად აქ, რომ არ დაურეკო, ერთი ვიცოდე სად არის, რომ დაურეკო და გავლანს ხო? არა, ეს ის არის, აი ესე ხო. სადა ხარ, დოდომამიდა, დოდომამიდა, ის რა ქვია? ბებო. მოკლედ მე უნდა წავიდე ახლა. ხო და დოდომამიდა მალე მოვა. თქვენ აქ დარჩით. ხო და რაც თავარია, ყველაზე მთავარი ეს არის, მუშა რო ამოვა. მუშა, ხო იცი რომელია მუშა? ხო, მუშა რო ამოვა უთხარი, პატამ დაგიბარაო.
რომ აი ეს სამზარეულოს კედელი მოანგრიეო. გაიგე, დაიმახსოვრებ? დავიმახსოვრე. ხო, დაიმახსოვრებ, ხო, ძალიან კარგი. დავიმახსოვრე. ძალიან კარგი. всё. ხო, მორჩა, ეგ არის, წავედი, აბა, ამიღე ჩემი რაღაცეები, აბა, წავედი, შენიცი ყურადღება არ ეს დავრჩა, რა, ხსან. მუშა. რა? პატამ თქვა. მუშა რომ მოვიდეს. აი მე თვითონ. აი ეს კედელი დაანგრიოსო. ყოჩახ, მაგრამ მე მუშა არა ვარ, მე პაატა ვარ. მე პაატა ვარ, წეღრო წავედი, ისე მოვედი. მუშა ჯერ არ მოსულა და რო ამოვა, უთხარი, აი ეს კედელიო, ყოჩახ, კარგად აგიმახსოვრები. ხო, კარგი, გავიგე. წავედი. მუშა. ხო. პატამ თქვა, მუშა რომ მოვა. აი ეს კედელი დაანგრიოსო. დავიმახსოვრე, მაგრამ რისთვის დავიმახსოვრე, აღარ მახსოვს. მუშა. პატამ თქვა, მუშა რომ მოვიდეს. ეს კედელი დაანგრიოსა. ხო. ეგრე იყო შავა. ხო, ეგრე იყო. შავა. ეგრე იყო. დოდო მამი და გაგიჟდება გია ამას რომ ნახავს რა. ჩვენ აკაც გადავრევთ გეუბნები მე. რატომ ჩემი რა ბრალიო ვერ გავიგე იმ ასმათი მუთხა იმ შეეშალა იმ კედლის მაგერად უთხრა რომ ეს კედელი მოანგრიო და კაინერას გამოანგრია ამუშავებს რა ეკნა. მე რა სერჩი ბიჭო იმ ქალს. მადლობა თქვი შენ ის მეორე კედელი რო არ დაანგრია თორე ახლა შუა ოთახში ლიფტი ივლი და ზეითქვე. ხუმრობის დროა ეხლა და რა ლიფტი კი არა გეუბნებით დროზე წაიყვანე ეკალი აქედა სანამ უარე შარში გაქვია. ხო გენაცვალე აბა. დედა რა გაქვნა სად არის? მე რა ვიცი სად არის? პატარა სახში ვერ პოვო დაქვიპოვი ეხლა სად არის ამ ხელენაში რა ქვია. მე რა ვიცი წამოდი გავიდე და იქით მოვზე. ძალიან კაი ხერით რო ვიყავ სტადიონზე. ხო მაგარი ფეხბურთი იყო, ჰა? კი, პირველი 10 წუთი კი. ჰა, მე ესა და ტემპი დავარ. ტემპი არ ვიცი, მაგრამ მე ჩამეძინა მერე და. რა მოხდა? აი. ეხლა დედიკო სად აქვს სანთლები შენახული? არ ვიცი. მე მგონი ბებია ჩემი სული მომელანდა და დაამოწმა. მოიცა ეს სვისის სახლია ჩვენ სახლში? რა? თუ პაატა გვესტუმრა სახლიანად. არ ვიცი, ან ჩვენ გავფართოვდით, ან პაატა. გამაგიჟებს ეს ბიჭი რა. პაატა! ხოდა ისაგია აი ესე იყო ეს ყველაფერი რა. მეც ეხლა შენ მეუბნები რომ შენთან სახში იყო ვიღაც უცხო ბებია, რომელმაც მუშას უთხრა რომ ჩემი კედელი მოენგრია? ეს გენა დავიჯერო? რა არის აქ დაუჯერებელი ვერ გავიგე. პაატა ეხლა დაურეკე მუშას მოვიდეს და ამოაშენოს ეს კედელი და აგურები საწაიგეთ. რა, სადად? უი აგურებზე მაგარი გითხრა გია, მიიწიებე ხუნა მიიწიე მაგარი გითხრა. ეს ხო დაანგრია და ეს აგურები იმუშამ წაიღო. ნუ წაიღო რა ესე კერე მე მიქის გურები ეგრე კი არ წაიღო. ხო ხტები უბრალოდ ერთ ცალში 20 თეთრი გადავახტები და გია წარმოიდგინე. სულ არაფერში 3 ლარი დავიტყვით, აბა. ჩვენია ყველასია ერთად უნდა დავხარჯო და მე ჩემი კი არა. პაატა მომისმენი ახლა ყურადღებით რა. არ ვიცი რაც გინდა ის მოიფიქრე, ხო ეს კედელი ამოავსე. არ მეხუმრება ახლა გეუბნები. კარგი დაწყნათ გია დამში ნერვიულობ მოვიფიქრე უკვე. ავდგე და ლაშა გავჭედოთ. ლაშა კი აბოას. ხო. ხო, მოკლედ გია ლაშა მართლა გეუბნები ლაშა გავჭედოთ. სახე კონდეს აქეთ, თქვენი სახლისკენ და თქვენ აჭმევთ ხოლმე და ჩვენსკენ კიდე მოიცაგია ეგრე არ გამოვა სახე კონდეს ჩვენსკენ ჯობია და ჩვენ ვაჭამთ ხოლმე. აჰ, პაატა ჯერ ხრელები გააკეთე ჩემ კედელში, ახლა მთლიანად მოანგრია საერთოდ. ეს ისტორია ეცი რას მაგუნებს? აი, ქალებს კალგოთკაზე თვალი რომ წავათ ხოლმე და სახში რომ მიიჩქარიან რომ ლაკი წაესვარი ვარ წავიდეს, მაგრამ მაინც თვალი რღვევათ რა. აი, ხო ვიცოდი რომ იმ პატარა ხრელების მერე. აი,
ესეთი შედეგი დადგებოდა. რა მაგრად თქვი გია. ოჩახ, რა მაგრად თქვი. ეგრეა ჯობია გია, აბა რა არის, ამოჩვენე. ამოვა ეს კეთილი გეუნები ხო? კარგი, ერთი წუთი დაწმარდი. ამ ყველაფერს თავის პლუსი აქვს, ხა ვერ ხვდები შენ? რა? რატო წარმოიდგინეთ ახლა ხამია. ხამი, შუქები ჩამქრალია და გამოხოდი საძინებლად. გამოხოდი ტუალეტში გინდა მაგრად. გია ტუალეტში გინდა სულდად ხარ ძლივს დადიხარ და შედიხარ შენ ტუალეტში და არის ბექუნა. რა არის სახით მიყურებ შენ ტუალეტში არ დადიხარ? ხო დადიხარ, ხო და არის ბექუნა. რა შვები? შემოდიხარ ჩვენთან სახლში, შემოდიხარ. აი ესე ძალიან გინდა შემოდიხარ ჩვენთან და ჩვენ ტუალეტში შედიხარ. ჰა, როგორია გია? ჰა, ჯერ ტუალეტში. მაგარია. ეგ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი შენც იგივე შეძამ, არა? თავისთავად გია, აბა რა. როზე ამოვსე მეთქი გემონების კედელი. ბექუნა, გეხვეწები რა, შენ მაინც გადააფიქრებინე და უთხარი რომ პატარა ფანჯარა მაინც დატოვეთ იქ, ჰა? ფორტოჭყა ესეთი. ფანჯარა რა გინდა? რა გინდათ და მე გექნებათ სამაგეროდ ორი მზე. ერთი აქედან ამოვა ხოლმე, მეორე იქიდან მეგეყოლებით. საღაუმშვიდობისა. გია, მოშიებულები იქნებით მარინამ დამირეკა, ბიჭებს მიმიხედეო და აგერა, გადასარევი მწვანილი და ბოლოკი მოგიტანეს. რატო წუხდებოდით, ქალბატონო? არა უშავს, მარინამ დაგვიდობა ჩვენ სადილით და მე და ბექა იმას შევჭამ. აღარ არის სადილი. სადილი აი ასმათიბებულ მაჭამ მუშას. აბა ისინი ასმათებს. ბადა. უდია. გია ეს დენის ქვითარია ეს. რა დენის ქვითარია? მე გადახტილი მაქვს. ხო, მაგრამ აი ეს იქითა ოთახების არ გადაგიხტია. აი აქ დავდებ და არ დაგავიწყდით მე, ხო, ეს უარ გადავარდეს რა. წავედი ხამე და ლაშას ვეტყვი, თუ რა ადვილად მიმიწდება თქვენ მაცივართან ხელი. არაფერი არ უთხრა ლაშას, თორე ის გაგიჟდება და რომ გამოექანება სახდა კედლებსაც მოხდეს. კარგი, არ ვეტყვი. არ ვეტყვი და ის ქვითარი არ დაგავიწყდით. ხო, გია მართლა ის თქვენი საფთადარი გოგასაღები ავიღე. ჩემი სახლის სახელური ხანდახან იჭედება ხოლმე და აქედან ვიღი ხო. ქვითარი არ დაგავიწყდით. კაი, წავედი აბა, დროებით. კარგით. კედელი აღარა გვაქვს? საჭმელიც აღარა გვაქვს? სიმკვიდრე ხო? აღარა გვაქვს და აღარა გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს ბოლოკი. პედაშენი. ხო, მარინა. რა ვიცი, არა გვიშავს ახლა. არა, შეგიძლია აღარ ვეხვიდე, ჩვენ უკვე სხვა ოჯახი გვყავს. კი. რა ვიცი, მე დაგერეკა მარინა. ხო, არა, არ მოგეშენია. აბა გამარჯობა. გაიცანით, ეს არის ბექუნა, ეს ასმათიბებოა, გიაშვილია ბექუნა, ბექუნარი ესა. ამათვისაც ხო ეთყობათ, მოგზადით. დამძანით ეს გია, ბექუნას მამად, აი აქ მოდიბება. ხო. გია და ბექუნა. დამძანით. აი აქ დაჯექი ბექა. აბა აი შე რო იცი, აი ეგრე. დაბძანდი და თქვენც ხა დაბძანდით, დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით, დაბძანდით ერთი წუთი. დაბძანდით და გეტყვი. აჰა, დაბძანდი. აბა, პულტი, მან დგა ტელევიზორი. აქ არის და სამივე ერთად ტელევიზორს უყურეთ, წავიდა ეხლა. რა ხდება? და გამაგებია ეხლა. მე თავი დამანებე, მე ბევრი საქმე მაქვს და ხელში მუშაობაში წავედი და ქვითარი არ დაგავიწყე. წავედი. უკაცრავად. რომელი გაჩერება? ადრეა ჯერ. მეც მალე ჩავდივარ და გეტყვით მე. ალო. ხო, ერთი წუთი ვერ გელაპარაკები, მოიცა აქეთ გამოვალ, მამედაჩი მძინავს და არ მინდა რომ გავაღვიძო, ხო? მოიცა გამოვიდე, ხო, გაიღვიძებს ფხიზელი წილია. მოიცა და დამელოდე ერთი წუთი. დამელოდე, ხო. ო, რა ხდება, რა არის, აბა? ხო. რა ხდება, ხო? გისმე, ხო, მესმის, აბა? ალო, ხო. რას მეუბნები? მოიცა მართლა მეუბნები ახლა შენ მაგას? მართლაც რა მაგარი რაღაც მითხარი ბიჭო
ვაიმე რა მაგარია! რა მაგარია! ვაიმე რა მაგარია! ამაკვე! ვაიმე რა მაგარია! იტალი ხალხია! რა მაგარია! რა! გია! დამაწინაურეს გია! წარმოიდგინე გია დამაწინაურეს, გია რა მაგარია! რა მაგარია! მიდი დასალევი გამოიტანე რა მაგარია! დასალევი გას რა? რა მოვიატეხე, რა მოგივიდა რა? დედას პიცაური ხა დამერეკეს და მითხრესო დაგაწინაურეთო. თურმე ერთი ჩემი თანამშრომელი დეკრეტში გასულა, ხო ხტები? ხო და იმის მაგრად უნდა დამიჩნო მე. ისე მაგრა დავწერენ დღეს რაღაცები რომ წაუღეთ ყო მაგრად მოეწონოთ, ხო ხტები და კახა უნდა დაენიშნა თვითონ თურმე თავიდან, მაგრამ კახა სადღაც ბილუნებაში ყოფილა რაღაც სოფაში და სანამ ის არ მორჩება, მე უნდა ვიმუშაო დროებით იმას და უფროსი ვარ, გია დამაწინაურეს. გავიგე, ხო, კაი. რა მაგარია გია? ძალიან მაგარია, გილოცავ. მადლობა. გილოცავ. აკურა დავჩინე მთელი ღამე უნდა ვიშეკალო. არ ჯობია რომ მე გზები და ღრიაცელი შენ სახში გააგზავნო. რა შენ რეებს მეუნები გია? ხო რა, რას გეუბნები? რას ხო ჩემ სახში გავაგზავნე დოდო მამი და ზინავს და ეხლა მაგდანის შეგნება კი მაგია ეხლა შენ კარგად იცი რომ არ ვიღრიო და ადამიანები ვერ გავაგუწო. უნდა დავჭერ და თელი ღამე უნდა ვიყირო. თურმე ის ექიმი ლაშას ახლობელი ყოფილა და ლაშასთვის უთქვას ჩუმად რომ თურმე პაატას საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. თურმე არიციან როგორ დაემართა ეს განუკურნებელი სენი. ხო და თურმე საწყას დღეები აქვს დათვლილი. ნინოს დაველაპარაკები და აუხსნე ყველაფერს. მეტყვი რასაც განვიცდი მის მიმართ, რომ გამაჩნია გრძნობები და მინდა აი ამ ურთიერთობების გახსნავება. თვითონაც თუ ამ ყველაფერზე დამთანხმდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ არ იმითხრა. კარგი რა გჭირს რა არის ლაშა არ გაგიხარდა შენმა საუკეთესო მეგობარმა ბინა რო იქირავ არ გაგიხარდა? გამიხარდა კი არა თუ სწორად მახსოვს ხო? ეს ბინა მე უნდა მეკირავ. კი შენ უნდა გექირავებინა მართალი ხარ, მაგრამ ჭუაში გაჯობე და მე ვიქირავე. ეს ნაუცფათევი ქორწილება რაღაც არ მომეწონა. ასე თქვენ ხო? ხო. ამოსულიყავი სახში და გეთხოვა ხელი. ვაპირებდი, მაგრამ ნინო მითხრა გცემენოდა. კიდიატყვე პაატას კაცო, კიდიატყვე. თან ასეთი ტყვე გაგიჟდება რა, გაგიჟდება. ძალიან შემაწუხა გეუბნები რა. თავიდან ხო ხმაურობდა, მე როცა ეს ხვრელი გაჩნდა. სულ გადაერია. რა შეგვიძლია ისი? მზესობდას როცა ჭამდა? ხო. ნარჩენებს აიკეთებდა ჩემთან. ან სიგარეტის ფერფლეს აფერფლებდა გამოყოფდა ხა ჩამოაყენდა. ეს ხა გააკეთა ისი? ეს ხელი გამოყო, ეს ორი თითით კარტი ასე ისროლა ეს. მამი და მისი სულ დამოვიწყდა. არც ეს არ აკნებს დამიჯერებას. არა, ახლა ნამდვილად მესმის შენი რა. მოიცადე, ანუ ეხა პაატას მოატყუე შენ რომ ვითომ მარინა მოკალი? ხო. მოდი. ესე იგი, მე და მარინა მიმხრეთან გავითამაშეთ, ვითომ მარინას ვყავდი. რას? და პაატა ხვრელთან იყო ზუსტად ვიცი და ყველაფერი ესმოდა. ნამდვილად ვიცი. თან ეხა მარინა თავის დედასთან წავიდა, ცოტა შეუძლოთ არა ეს ხელი მიხედავს და ერთი ორი დღე არ გამოჩნდება. ხო. პაატას ეხლა გონია რომ მარინა ცოცხალი აღარ არის. მაშა მე ასეთ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებდი დამიჯერე. ხო. ეხლა როგორ მარიშავია. მე და ცოტა უფრო დამაჯერებელი ვიყო და მირჩიე რამე აი რა გავაკეთო. დამაჯერებლობისთვის ხო? ხო. დანაროა იყო?
დანა კარგია. დანა რო დანა ავიღებ. აი, ნუ კარგია, დანა წავა. კი. ხო, დანა კარგია და აი ამაზე რომ კეჩუპი მივისხა სისხლი, ვითომ სისხლია, ა? კი, კეჩუპი. ესა. მაიონეზი ხო არ ჯობია. შეჭამე ხო კეჩუპი. ვიცი, რა, ჩემი ბრალი არისო. არისო ჩემი. ისეთი გემრიელი იყო ის ქათამი, რომ ასე შემომეჭამა ორივე, კეჩუპით და ქათამიც. მაგრამ ისა წითელი ყებალიც არის იქ. წითელი ყებალი იმას მივისხა. ო, წითელი ყებალი უფრო კარგია. აი, ხო გავს სისხლს ახლა. კი. გასულ, რატომ ეს? ძალიან კარგი, ხო. და ხო არ მოწდება და. პატა. შენ ახლა გავუღე მე ოთახში შევარ, მომეცადებ და მე გამო. ხო, კარგი, მიდი. ლაშა შემოდი პატა. რა შემოდი ბიჭო შენ აქ რა გინდა დროზე წადი სახში წადი სახში დროზე წადი სახში აი წაი სამწად უნდა გავიდე რა უნდა წავიდე რა ლაშა დროზე გეხოცები არამე შენი გადარჩენა მინდა სახში გადი და გეხოცები სად უნდა წავიდე და მომის არა ხარ შენ ნორმალური და პატულში დარეკე და უთხარი გიამკვლელია გეხოცები დროზე წადი აი ჩაკაცო რა მკვლელი